მოგესალმებით. დღეს შაბათი დღეა და ახლა მე თქვენ გაგიზიარებთ ერთი კვირის პროგნოზს. ნახოთ რომელი არკანის ენერგიები იქნება თქვენთვის აქტუალური ამ ერთი კვირის მანძილზე. რას გიაყობთ კვირის არკანის ენერგია? და ვიწყებთ. ვარიანტი პირველი, კვირის არკანის ენერგია, ვარიანტი მეორე, კვირის არკანის ენერგია. ორი ვარიანტია, აქ შეგახსენებთ, რომ შექმნილია პირადად ჩემი საავტორო ეზოთერიული შემოცნებითი ჯგუფი, სახელწოდებით მზის კარი, შეგიძლიათ მოიძიოთ. და ვისაც გსურთ ამ დახურული ჯგუფის წევრი გახდეთ, სადაც უკვე ყოველდღიური ინტენსივობით თქვენ გაეცნობით უამრავ საინტერესო ინფორმაციას, ყოველდღიურ დღის არკანებს, მაგიურ შემეცნებით პოდკასტებს, საჯარო პრაქტიკა რიტუალებს და ყველაფერს იმას, რასაც უბრალოდ არ და ვერ იხილავთ ვერსად, იმიტომ რომ ეს არის ის საავტორო პროცესი, ის საავტორო პრაქტიკები, რიტუალები, შემეცნებითი წყაროები, რომელიც პირადად მე უკვე ბევრი წელია საჯაროდ მომქონდა თქვენთვის, მაგრამ ახლა უკვე ეს ყველაფერი მხოლოდ დახურულ ეზოთერიულ შემეცნებით ჯგუფში. ვისაც ვთქვათ, კითხვები გაქვთ თუ რატომ დაიხურა ჯგუფი და რატომ გახდა ის ასე მკაცრად გაკონტროლებული, შეგიძლიათ მოусმინოთ ჩემს პოდკასტს, აი ამ ვიდეოს ქვეშ, სადაც დეტალურად გაგიზიარეთ ინფორმაცია, თუ რატომ გადავწყვიტე, რომ ჩემს მიერ გაზიარებული პრაქტიკები, რიტუალები და შემეცნებითი ვიდეოები იყოს მაქსიმალურად დახურული და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის გაზიარებული, ვინც არიან დახურული ჯგუფის წევრები. მზის კარი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ახლა კი ვნახოთ კვირის არკანის ენერგიები. ვარიანტი პირველი. და დამელოდეთ. ვარიანტი პირველი. თეთრი ჯადოქარი და ვარიანტი მეორე. წითელი ჯადოქარი. ახლა მინდა რომ კარგად დააკვირდეთ ორივე ვარიანტს, კარგად შეიცნოთ, კარგად შეიგრძნოთ, კარგად შეისწავლოთ ორივე ვარიანტი და რომელი ვარიანტიც ყველაზე მეტად მიგიზიდავთ, რომელი ჯადოქარიც ყველაზე მეტად დაგიძახებთ, ესე იგი ზუსტად იქ არის თქვენთვის საინტერესო, აქტუალური და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. შესაბამე ვარიანტი პირველი, თეთრი ჯადოქარი და თქვენი კვირის არკანის ენერგია. ოთხიანების ხვლები. პირველ რიგში გეტყოდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, თქვენს ემოციურ ჯანმრთელობას, დაიწყეთ ზრუნვა ერთი კვირის მანძილზე, ზუსტად აი ამ მიმართულებით, იმიტომ რომ რთული პერიოდის გადატანა მოგიწიეთ შესაძლოა, ეს თქვენთვის იყო ძალიან ემოციური, ძალიან დამღლელი, ძალიან ბევრი ენერგია წაიღო და ახლა თქვენ საჭიროებთ იმას, რომ ემოციურად გამოჯანმრთელდეთ, ემოციურად დაისვენოთ. ეცადეთ შეძლებს დაგვარად მეტად პასიურ რეჟიმს, ესე ვთქვათ, მოჰყოთ ხელი, მიუხედავად ვთქვათ გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ეცადეთ ხშირად წამოწვეთ, დაისვენოთ, მოусმინოთ თქვენთვის სასიამოვნო მუსიკას, ისეთ ჰერცებს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი ფსიქიკური, მენტალური ჯანმრთელობა დაიმშვიდოთ, გაიუმჯობესოთ, დაწყნარდეთ და დაბალანსდეთ, იმიტომ რომ თქვენ ეს ძალიან გესაჭიროებათ. ასევე გეტყოდით, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილებების ნაწილში ამ ერთი კვირის მანძილზე არ იჩქარებთ, იქნებით უფრო მეტად მშვიდი, უფრო მეტად გაწონასწორებული, 100 ჯერ გაზომავთ და ერთხელ გაჭრით, იმიტომ რომ ნაჩქარებმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება არც თუ ისე კარგი შედეგი გამოიღოს, ხო? ამიტომ მაქსიმალურად უფრო მეტად ვაკვირდებით, უფრო მეტად პასიურად ვართ, ვიდრე ვთქვათ, გარკვეული აქტიური ენერგიებით ვიწყებთ კვირას, ხო? ეს თქვენ გჭირდებათ ნამდვილად. მასშესადამე ვისაც ვთქვათ ვირუსები ან რაიმე სხვადასხვა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემები გაწუხებთ, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს უკავშირდება ჯანმრთელობის პრობლემას თუ არ უკავშირდება, გესაჭიროებათ დასვენება. ასე გეუბნებათ კვირის არკანის მთავარი ენერგია. ნახოთ, გავაგრძელოთ, რა გეუბნებათ ამ ერთი კვირის მანძილზე პირველი ვარიანტი მნიშვნელოვანი.
ძირფესებო. აუცილებლად იქნება ყველაფერი კარგად ამ ერთი კვირის მანძილზე, უბრალოდ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ პენტაკლი, თქვენს ფინანსურ ენერგიას. განსაკუთრებული ყურადღება. ამ ერთი კვირის მანძილზე გავცემთ იმდენს და გავცემთ ისე, როგორც ადამიანებმა და გარემოებებმა თქვენთან მიმართულებაში დაიმსახურეს. ფულის გასესხების ნაწილშიც იყავით ძალიან ფრთხილად. მე საერთოდ ბევრჯერ მithქვამს, რომ არ არის კარგი ფულის გასესხება, თუ აძლევთ ფულს, მიეცით ადამიანს იმდენი, რამდენის დასაკარგათაც მზად ხართ. თუ არ გინდათ, რომ მე რაღაცა არასასიამოვნო ვთქვათ, სიტუაციების წინაშე აღმოჩნდეთ და მეორე გავაგრძელებ, ასე რომ ნახეთ, უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად თითოეულ თქვენს ფინანსურ აქტივობაში. გაასესხეთ იმდენი, რამდენის დასაკარგადაც მზად ხართ, როგორც იტყვიან, იმიტომ რომ არ ავნოთ საკუთარ ფინანსურ ენერგიებს, მაგრამ უფრო მეტსაც გეტყოდით, გაეცით იმდენი, რამდესაც ადამიანები თქვენს რეალობაში იმსახურებენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ არ გაფანტოთ საკუთარი ფინანსები და საკუთარი რესურსი, თქვათ, არასაჭირო საყიდლებში, ხო? რას ვეძახით არასაჭირო საყიდლებს, ხო? რომელიც არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, არ არის იმდენად საჭირო, გასაგებია რომ ქალებს შოპინგი ძალიან გვიყვარს, მაგრამ ასე დროს ყოველთვის გირჩევთ ხოლმე, რომ თუ რაღაცა ძალიან მოგინდებათ იმ მომენტში, ნახეთ, ეცადეთ ხოლმე რომ ერთი დღე, ორი დღე დააკვირდეთ, თუ სურვილი აღარ გიჩნდებათ იგივე ნივთისა თუ იგივე ტანისამოსის შეძენისა, ისე იგი ის იყო რაღაცა ეს მომენტალური ახირება, რომელიც უნდა დაგეკმაყოფილებინათ, იმიტომ რომ თუ ადამიანს ნამდვილად რაღაცა ძალიან გულწრფელად უნდა რომ შეიძინოს, ერთ დღეში არ გადასდის სურვილი. სხვათა შორის ეს ტექნიკა ძალიან დაგეხმარებათ იმისთვის, რომ საკუთარ თავში გაცხრილოთ საჭირო და ნაკლებად საჭირო და ნაკლებად ესეთი არც თუ ისე მნიშვნელოვანი საყიდლები რომ აიცილოთ თავიდან, ხო, რომელიც შეიძლება მეორე დღეს აღარც გახსოვდეთ. ანუ უბრალოდ გააჩუქოთ, ხო? ესეც როგორც ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ მაქსიმალურად ფინანსურ ენერგიას უფრთხილდებით. რაც შეეხება იმას, რომ თუ კი ამ პერიოდის განმავლობაში გქონდათ მძიმე ემოციური პერიოდი, ეს მძიმე ემოციური პერიოდი, ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად გადაილახება. შეიძლება ითქვას, რომ ეს შეიძლება ვერ მოხდეს ბოლომდე, იმიტომ რომ ეს ფონი უსიამოვნო გემო, ხო, როგორც იტყვიან, შეიძლება დაგდევდეთ, გქონდეთ ეს უსიამოვნო გემო, მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ ეს პრობლემა, ეს უსიამოვნება ნაკლებად სენსიტიური და ნაკლებად გახსენებადი გახდება, იმიტომ რომ უფრო მეტად იქნებით დაკავებული თქვენი ყოველდღიური ყოფიერი ამბებით, ხო, თქვენი სტაბილურობის ამბებით და ნაკლებად გაგახსენდებათ და ნაკლებად შეიხებთ ამ ყველაფერს, მაგრამ რა თქმა უნდა, პერიოდულად შეიძლება ამ ყველაფერმა რაღაცნაირად თქვენზე მაინც ნეგატიურად იმოქმედოს და ხასიათი გაგიფუჭოთ, მაგრამ აქტუალობას, მოდი ასე ვთქვათ, დაკარგავს, აღარ იქნება ასეთივე მნიშვნელოვანი. და კიდევ ერთი გაფრთხილება. თქვენ გათხოვთ, ჩემო ძვირფასებო, რომ ხართ ძალიან ისეთი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის დაეხმაროს, ხელი გაუწოდოს, მზად არის ურჩიოს, მზად არის გაიშალოს ადამიანის წინაშე. ეცადეთ, რომ საკუთარ თავში ეს ყველაფერი ნაკლებად მოთოკოთ, იმიტომ რომ ადამიანებმა შესაძლოა ძალიან კარგად იცოდნენ თქვენი ეს ხასიათი, თქვენი ეს შტრიხი, ხო, ხასიათის, რომელიც გამოიყენონ სათავისოდ და საბოლოო ჯამში ეს თქვენს თვითშეფასებას, თქვენს ეგოს ძალიან შეეხოს, ხო, როდესაც აღმოჩნდება, რომ ადამიანი იმიტომ მოგეფერათ, იმიტომ გითხრათ თბილი სიტყვები, ან იმიტომ მოგელაკუცათ, რომ ესე იგი თქვენგან რაღაცა სარგებლის მიღება უნდა და თითქოს აი ადამიანები ძალიან პირველი ესეთი მინიშნება, რაც არის პირველი ვარიანტი თქვენზე ეს არის ის, რომ ფრთხილად, იმიტომ რომ არიან თქვენს გვერდით ადამიანები, ან კონკრეტული ადამიანი, რომელიც შესაძლებელია იმიტომ ლაქუცობდეს, რომ უნდადეს თქვენგან რაღაცა გარკვეული პირადი სარგებლის მიღება. ამიტომ გერჩევდით, რომ ამ ნაწილში იყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და თქვენს აი ეს გასავალი, რაზეც ვისაუბრე, რომ უნდა იყოთ ფრთხილად, რომ თავიდან აიცილოთ არასასურველი ან ნაკლებად საინტერესო საყიდლები, ხო?
ტექნიკა შემოგთავაზეთ, მიმართეთ ამ ტექნიკას და ძალიან დაგეხმარებათ, რომ გაარკვიოთ ეს არის უბრალოდ მომენტალური რაღაცა აკვიატება, თუ ეს არის ნამდვილად სურვილი რაღაცა კონკრეტული შეიძინოთ. ფულიც დაგეზოგებათ და რესურსებსაც სწორად გაანაწილებთ. ეს არის პირველი ვარიანტი, თქვენი კვირის არკანის ენერგია. დაგემშვიდობებით დიდი სიყვარულით. და ახლა გადავედით მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი. ახლა კი მეორე ვარიანტი, მოდით ნახოთ თქვენი კვირის ენერგია, ვინც აირჩია წითელი ჯადოქარი და თქვენი კვირის ენერგია არის ხვლების დედოფალი. ხო, ამ ერთი კვირის მანძილზე მარტივად აალებადი, მარტივად გაბრაზებადი იქნებით, იმიტომ რომ ეს ხვლების დედოფალი აშკარად ხართ თქვენ. გაუფრთხილდეთ საკუთარ ემოციებს, საკუთარ ნერვებს, ნერვიშკებს. იმიტომ რომ შესაძლებელია ესე იგი პროვოცირება თქვენი ნერვებზე მოხდეს მარტივად, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება რაღაცები დააგროვოთ თქვენში, არ თქვათ, არ ელაპარაკოთ, არ გამოუშვათ თავის დროზე და მე მეგობრებო, ყოველთვის ჯობია რომ სათქმელი გაუზიაროთ ადამიანს, იმიტომ რომ მე ეს ყველაფერი შეიძლება ერთშვენიერ დღეს ისე ამოხეთქოს ამ ყველაფერმა, ისე ამოხეთქოს, რომ მიხვდებით რომ ჯობდა რომ თავის დროზე სანამ ეს ყველაფერი რაღაცა ერთ დიდ ნეგატივის ვულკანად გადაიქცეო და თავის დროზე გეთქვათ და გაგესიარებინათ. ხო, ამიტომ არის ეს გაფრთხილება რომ იყავით ფრთხილად საკუთარ ნერვებთან. იმიტომ რაღაცა თითქოს გაღიზიანება იგრძნობა თქვენი ამ ერთი კვირის მანძილზე. ხო, უკმაყოფილება, გაღიზიანება, როდესაც რაღაცები ისე არ მიდის როგორც თქვენ გინდათ და შესაბამისად არის იმის საფრთხე და საშიშროება, რომ ხმალი ისე მოიქნიოთ, რომ უკან, ასე იგი, მოსაბრუნებელი გზა ვიღაცებს აღარ დაუბრუნოთ, ხო? თუ ეს თქვენთვის საჭირო და აქტუალური და მნიშვნელოვანი ასე მოქცევა, მოიქეცით, მაგრამ ეს შესაძლებელია ამ ხმლის ქვეშ მოყოს თქვენი საყვარელი ადამიანი ან ადამიანები, მეგობრები. ამიტომ ასე რომ არ მოხდეს, უმჯობესია რომ რაღაცნაირად გაერკვათ გაღიზიანების მიზეზში, გაღიზიანების ფაქტორებში და მაქსიმალურად ეცადოთ რომ უფრო მეტად მარტივად შეხედოთ მოვლენებს. კარგით, მოდით ნახოთ კიდევ ერთი კვირის მანძილზე რა ელოდება წითელ ჯადოქარს. არკანი მთვარე. ქულონი, კვერთხების დედოფალი. მე ასე გეტყოდით ჩემო ძვირფასებო, რომ ამ ერთი კვირის მანძილზე მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები თქვენს რეალობაში, რაც მოიაზრებს იმას, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც თქვენს რეალობაში გამოჩნდება, თითოეული ადამიანი, რომელიც თქვენს სივრცეში შემოვა, ის ითამაშებს თქვენთვის საკმაოდ დადებით როლს, თუმცა ეს შეიძლება ერთი შეხედვით იფიქროთ, რომ ასე არ არის, მიხვდით ხომ? ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ნახეთ ამ ერთი კვირის მანძილზე თქვენს რეალობაში შემოსული ადამიანები რეალურად დაგანახებენ თქვენს ნამდვილ ძალას და პოტენციალს. პირველ რიგში ინტუიცია არ გიმტყუნებთ, ეს აუცილებლად იცოდეთ და პირიქით, ინტუიცია და შეგრძნებები იმდენად გაძლიერებული და იმდენად გამძაფრებული გექნებათ, რომ შეიძლება ეს ერთის მხრივ შემაწუხებელიც გახდეს, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არსებობს ინფორმაციული ფილტრი, რომელიც შეგიძლიათ ჩართოთ და გაიაზროთ, ხომ? გაიაზროთ, ეს უბრალოდ ახლა შიშები მოდის ჩემთან, თუ ნამდვილად მაქვს საფუძველი, რომ რაღაცა ამ კონკრეტულ საკითხზე ან ლინერვიულო, ან არ ვიყო მშვიდად, ხომ? აი, ეცადეთ, რომ იმიტომ, რომ თავიდანვე პირველმა არკანმა აჩვენა, რომ საკმაოდ გაღიზიანებული იქნებით კვირის დასაწყისში, ხომ? მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საზღვრები იქნება სწორად გავლებული აუცილებლად. საზღვრები იქნება სწორად დალაგებული. თავს ამ საზღვრების დალაგების შემდგომ იგრძნობთ ძალიან კარგად
ძალიან სავსედ, იგრძნობთ, რომ თქვენ ხართ თქვენი რეალობის ბატონ-პატრონი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ერთი კვირის მანძილზე უბრალოდ შეიძლება იგრძნოთ, რომ თქვენ სივრცეში ზედმეტად ან რაღაცა ქაოსია, ან ვიღაცა ცდილობს, რომ თქვენი წესრიგი დაარღვიოს, მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს აუცილებლად დაალაგებთ, ხო? მაჩვენებს, რომ შესაძლებელია დაალაგების პროცესში მიიღოთ იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელსაც არა მხოლოდ ადამიანები, არამედ თქვენც არ ელოდით საკუთარი თავისგან, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ისე დაალაგდება, რომ თქვენ იგრძნობთ კვირის ბოლოს ძალიან დიდ კმაყოფილებას საკუთარი შედეგებით. პირველ რიგში ასევე გეტყვით, რომ იგრძნობთ ძალიან დიდ კმაყოფილებას განსაკუთრებით თქვენ შემოქმედებით ენერგიაში, თქვენს კარიერაში, თქვენს ფინანსებში და თქვენს იმ სამყაროსგან მიღებული კეთილდღეობით, რომლითაც თქვენ აუცილებლად დასაჩუქრდებით. მოკლედ, გიწევთ, რომ ეს გაღიზიანების პერიოდი, რომელიც პირველ არკაში გამოჩნდა, დაალაგოთ, დაამშვიდოთ და დააბალანსოთ ზედმეტი აფეთქებების გარეშე, მოусმინოთ ინტუიციას და ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდა თქვენი ნერვების გასაგებია, თქვენი ემოციების, მაგრამ თქვენ ამას აუცილებლად გაუმკლავდებით. თქვენ გაქვთ იმის საშუალება, იმის ცოდნაც და ენერგიაც, რომ თქვენი საზღვრები ისე დაალაგოთ, რომ ესე იგი, პირველ რიგში თქვენ იყოთ ამით კმაყოფილი და თქვენ იყოთ ამით ბედნიერი და შემდგომ უკვე სხვა დანარჩენი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? აჩვენეთ ადამიანებს, რომ არავის არ მისცემთ უფლებას, რომ თქვენს რეალობაში შემოიტანოს ქაოსი, შემოიტანოს ნერვების შლა, შემოიტანოს არასტაბილურობა, იმიტომ რომ თქვენ ვხედავ, რომ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანია სტრუქტურული, ვთქვათ, რომ სტრუქტურულად მიყვეთ თქვენს საქმეს, თქვენს ყოველდღიურობას, ხო, გაწეროთ რაღაცეები, ჩამოაყალიბოთ, გეგმით მიყვეთ, ხო, ვერ იტანთ ქაოსს, ვერ იტანთ ზედმეტ ხელებს და ზედმეტ ენერგიებს, ხო, ვთქვათ, თქვენს რეალობაში. ამ ერთი კვირის განმავლობაში, თუ კი იყო ასეთი შემოღწევა თქვენს სივრცეში, თქვენ გააკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ყველას და ყველაფერს მივიჩინოთ ის საკუთარი ადგილი, რომლებსაც ისინი თქვენს რეალობაში იმსახურებენ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ძლიერი, შეუპოვარი ადამიანი და რომ არა თქვენი ძლიერი ხასიათი, ის ვერ იქნებოდით, ვინც ახლა ხართ. ასე ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დაგიმშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, თქვენთან იყო, არის და იქნება ნინო და ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. დიდი სიყვარულით.